ვინც ამ ორგანიზაციის გარეთ დგას, ისინი დაღუპულები არიან. ისინი გზასაცდენილები არიან. ან ისინი მოღალატეები არიან. შესაბამისად, შენ იმათთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს მჭიდრო ურთიერთობა. იმიტომ რომ ვაი და იმათ სიმართლე დაგანახონ. ამიტომ რაც შეიძლება მეტად იზოლაციაში უნდა იყო. უნდა უსმენდნენ მუდმივად მათ. აი მაგალითად ამ მიაღოვეს მოწმეებში რა არის რომ ორ კვირაში ერთხელ იღებენ ისინი ამ ინფორმაციებს და მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამუშავებენ ამ რიგით წევრებს რომ ჯერ დროც არ დარჩეთ სხვა რაღაცისთვის და მეორე რომ მუდმივად კონტროლის ქვეშ ყავდეთ ეს ხალხი. და ჩვენთანაც ახლა იგივე არ ხდება. ხალხი უსმენს ერთი და იგივე ინფორმაციას. ერთი და იგივე მაუწყებელს ასე თქვათ. ერთი და იგივე წყაროები აქვთ. ერთი და იგივე პიროვნებებს უსმენენ, რომლებსაც რა თქმა უნდა თავიანთი მიზანი აქვთ და განსხვავებული მოსაზრების მოსმენის უნარიც აღარ აქვთ. იმიტომ რომ იმდენად დაიჯერეს რომ ეს ყველაფერი სიმართლეა რომ საწინააღმდეგო აზრის მოსმენას აღარ ცურვილი აქვთ, აღარ ცნებისყოფა და უფრო მეტიც სიძულვილი აქვთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსხვავებულად მსჯელობს და განსხვავებულად მოქმედებს მით უმეტეს. და ეს სექტანტური სული აქაც ვლინდება.